საგანგაშო სტატისტიკა პენიტენციალურ სისტემაში ბოლო მონაცემებით საქართველოს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სასჯელს 23,500 პატიმარი იხდის. საპარლამენტო ოპოზიციამ მსჯავრდებულთა მაღარ სიკვდილიანობაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ კი პატიმრების წერილებიც მიიღო, სადაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამების ფაქტებზეა საუბარი. ირღვევა თუ არა პატიმართა უფლებები საქართველოში, ანა თამაზაშვილი საუბრებს. 23,500 ეს არის საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული პატიმრების რიცხვი, რომელიც სასჯელ აღსრულების მინისტრმა დღეს საჯაროდ პირველად დაასახელა. ხათუნა კალმახელიძეს იურიდიულ კომიტეტში უსმენდნენ. პარლამენტის წევრი გია ცაგარეშვილი ამ ციფრს საგანგაშოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ვარდების რევოლუციამდე მსჯავრდებულთა რაოდენობა 7,000 არ აღემატებოდა. 23,300 პატიმარი საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ეს არის სრული კატასტროფა. ვარდების რევოლუციამდე იყო 7,000 პატიმარი საქართველოში. სამჯერ და მეჯერ არის გაზრდილი პატიმრების რაოდენობა 23,300 პატიმარი. ეს არის სრული კატასტროფა. ჩვენ შევდივართ მსოფლიოს ხუთეულში პატიმრების რაოდენობით და საქართველოში. რაოდენობის გარდა ასევე საგანგაშოა გარდაცვლილი პატიმრების ციფრი. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც სახალხო დამცველმა 2010 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოადგინა, გარდაცვლილების რიცხვი გასული წლის პირველ ნახევარში 100-ს აღემატებოდა. სასჯელ აღსრულების მინისტრი ამბობს, რომ ადამიანები როგორც ციხის გარეთ, ასევე ციხეში იღუპებიან, ხოლო პატიმრების გახშირებულ გარდაცვალებას მათი ასაკით ხსნის. სიკვდილიანობა პენიტენციურ სისტემაში რა თქმა უნდა იქნება ისევე როგორც გარეთ. ადამიანები იღუპებიან სამწუხაროდ ყოველდღიურად. ეს არის სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. უხშირეს შემთხვევაში ეს არის ასაკიდან გამომდინარე. სოლიდარობა უკანონო პატიმრების ხელმძღვანელი ეკა ბესელია პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს, რასაც ციხიდან გამოგზავნილი წერილებიც მოწმობს. პატიმრები წერენ, რომ ციხეებში არსებული მდგომარეობა გაუსაძრისია. წერილებში აღწერილია ის არაადამიანური მოპყრობა, რომელიც პატიმრებზე თითქმის ყოველდღიურად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდება. ზედიზედ მივიღე 7 წერილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში და რამდენიმე ზარი, სადაც ითხოვენ შველას. ამ წერილებში წერენ ყველა პრობლემას, რომელიც მათ აწუხებ. დაწყებული იქიდან რომ მათ ცემენ და სასტიკად ექცევენ და სხვათა შორის ერთი დამადასტურებელი ოქმი უკვე მივიღეთ ერთ-ერთი პატიმარი. აი ამ წერილების მერე რო ცემეს იმის გამო რომ მან გაბედა და ეს გამოაგზავნა. ძალიან სამწუხარო არის რომ ადამიანები აპელირებენ რაღაც ასე ვთქვათ საკითხებით იმის და ეს მე მიმაჩნია რომ ძალიან მიკერძოებული. საჭირო არის ყოველთვის გადამოწმდეს ინფორმაცია, ეს არასდროს არ არის ფაქტი, იმიტომ რომ ფაქტი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება გამოძიება და გამოძიებული იქნება დადებული იქნება ობიექტური დასკვნა. მსჯავრდებულების მიერ გამოგზავნილ წერილებს სასჯელ აღსრულების მინისტრი საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს. თუმცა წერილების გარდა არსებობს ოქმი, რომელშიც ერთ-ერთი პატიმარი სახალხო დამცველის რწმუნებულთან ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს.